გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე ვარ შალვა რამიშვილი და აღსრულდა პროლეტარიატის მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის და შრომითი ინტელიგენციის სურვილი. მე ახალ საეთერო სტუდიაში ვარ, ტელეეთერით მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეიდან აც და მარადისი უკუნისამდე, სანამ საქართველოში ტელევიზია არსებობს, ტელეეთერში რაღაც ხაჭუნობს და ხმაურობს, მე შალვა რამიშვილი ყოველდღიურად წლის ნახევარიდან 10-მდე გაგავიძებთ, გაგამხნევებთ და რაღაცეებს გეტყვით. თქვენც რა თქმა უნდა დარეკოთ, კვანცა ეხა მეტყვით. კვანცა რა ნომერია? 2-40-00-30. გაცილებით უფრო მარტივი ნომერია ვიდრე ის იყო. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენი გადაცემის სლოგანი არის დარეკოთ და რაღაცები თქვათ. ეს არის ჩემი ახალი სტუდია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არ არის მაინდა-მაინც დატვირთული პოლიტიკური წიაღსვლებით, იმიტომ რომ პირველი გადაცემა უქმე-დღეა და ესეთი რაღაც მინდა შემოგთავაზო. ეს არის კაქტუსი, რომელიც მუდმივად თან იქნება. ესეთი კაქტუსი არის კარგი, იმიტომ რომ კომპიუტერის გამოსხივებას კლავს, გახსოვდეს მითი, ხო? გარდა ამისა, კაქტუსი რაღაცა არის, მარტო არა ვარ ეთერში და კაქტუსობელა. და მინდა ამას სახელი დავარქვა ამ კაქტუსს, ძვირფასო ტელემაყურებლებო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ დარეკავ და მეტყვით რა დავარქვა. მინდოდა რომ დამერქვა მიშა მაგალითად, მაგრამ ძალიან საყვარელი კაქტუსია და მენანება რა. თან მე მგონი სათვალეც აქვს. როცა მზე უჭყიდინებს ეს ამას იკეთებს და როცა ის არის რა ქვია, კითხულობს ამას. ასე რომ დარეკეთ, ჩვენ გადაცემის თემა არის ჩვენი გადაცემის თემა არის რა დავარქვა კაქტუსს და პირველი დამრეკავი. გამარჯობა. გამარჯობა შალვა შვილო, როგორ გელოდებოდი, ხო ხედავ პირველმა დავრეკე. მალადეც, თქვენი სახელი? ნინო, რა დავარქვათ ამ შმაქტუსს? კაქტუსს? ხო. ვაიმე რაღა ვქნა, როგორ მოვიფიქრო ახლა მაგის სახელი. მიშა არ მინდა. მიშა არა, თქვენ შვილიშვილები ყავთ? დიახ. იმათ ძაღლი ყავთ? არა. ფისო? არც ფისო ყავს. აბა რა ყავთ? თაგვი? ბავშვები ყავს მარტო მეტია. აი. როგორ ახარ გილოცავ ახალი იმაში სტუდიაში გამოჩენას შვილო და ბედნიერი ყოფილიყო შენი ფეხი საქართველოსთვის. კარგი, მადლობ ბებია. 2-409 რატო ვიძახი, ძველი ის არის. 2-40-00-30 და ეგრევე ზარია. კაქტუსის სახელს ვეძებთ, მეგობრებო, სხვა თემებზე შეწუხდებით, იმიტომ რომ ალო? გამარჯობათ. ცოტა ყურში რო აუწიოთ დამრეკავის ხმას. დიახ. ბატონო შალვა, ჯერეთ გილოცავთ ახალ სტუდიაში. დიახ. გიცურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სულ მშვიდობიანი და გასახარებელი ამბები გადმოგეცეს. აბა რა დავარქვა კაქტუსს, რა დავარქვა? აი მე მყავს ძაღლი, ქვია ჩარლი. ჩარლი დავარქვა ამ კაქტუსს? რა ვიცი აბა, ჩარლი მოგწონს? რაღაც მე მგონი არ მოწონს ჩარლი. არ მოწონს. მაშინ რა ვიცი, პუპსიკა და არცი. პუპსიკა ამ ხელა კაქტუსს შეხედეთ რა. ძალიან სერიოზული კაქტუსია, როგორ დავარქვა რა პუპსიკა. ბეჰემოთი, მწვანე, კიტრი, აი. ბატონო. აი, კარგაბრაზდეს ეხლა თორე მიჩხვლით თავს. მადლობთ. დიდი მადლობა. დღეს ჩვენ გვექნება პრესის მომხილვის მცდელობა. ოღონდ კვანცა აქ არ შემომივარდება და კარგია იქ, მაგრამ თან ეხლა პრაიმ ტაიმსაც მომხილო. პრაიმ ტაიმი არის ძალიან უცნაური გაზეთი, რომ ვიღაცებზე წერენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ისეთ ვიღაცებზე რომ არ ვიცი ვინ არის. აი მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება ვიცხოვრო ისე ამ ქალაქში, ამ ქალაქელი მერქვას და აი ვიზიტად პრაიმ ტაიმში სტარებად მოიხსენებენ, ისინი არ ვიცოდნენ. მე შევეცდები რომ ეს გაზეთით წავიკითხო. ასავალ-დასავალი, ვინ ჩაყოფს თავს 26 მაისს გოგორიშვილის უნიტაში. გოგორიშვილის უნიტაშს ეძახიან ქუთაისის პარლამენტის შენობას. ასავალ-დასავალი საკუთარ სტიქიაშია, ძალიან მაგარია ეს. ქრონიკაში არის რააცნობა წყარომ ბიძინა ივანიშვილს და რააცნობა იგივე წყარომ ქრონიკას. აი ესეთი. და კონსტიტუცია ვარ თუ ქათამიო, კითხულობს კვირის პალიტრა. ჩვენი კონსტიტუცია ის არის. ქათამი არ არის, უფრო რაღაც სხვა ვიღაცა არის. და ჩვენი გადაცემის სტუმარი ცოტნახანში იქნება ყველასათვის საყვარელი კაცი ლეგენდა ბატონი გივი ბერეკაშვილი. ყავს მენელი? ალო. გამარჯობა. აბა. ქართული ოცნება დავარქვათ. ქართული ოცნება თქვენ კაქტუსს.
რა კავშირი აქვს აბა მითხარით ასოციაცია დამანახეთ და ბაზარი არ არის კავშირის გარეშე დავარქვათ ქართული ოცნება კაქტუს გავს ქართული ოცნება კი რატო აი რატო დიახ რატო გავს კაქტუს ქართული ოცნება გაიტიშა 2-40-30 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო მშვიდობით გამარჯობათ აბა რა დავარქვა რა კილოცავთ ბატონო ჩემო რა დავარქვა ესე რა შევარჩე მოდი ვნახე როგორ იქნება როგორო მოდი ვნახე დავარქვა რაღაც ძალიან რთულად ფიქრობთ ხალხო რა კარგით აბა თქვენ დაგარქვან ერთი მოდი ვნახე კაქტუსია შინაურია სად არის აბა ხართუსა კარგით 2-40-00-30 ანუ 4-0-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ ვიღებ ზარებს შეკითხვა გთხოვნა აჯა არის იმის თაობაზე თუ რა დავარქვა კაქტუსს თქვენ შეგიძლიათ Facebook-ზეც ვინ ჩემი ფრენდი ხართ მეგობარი ხართ მომწეროთ კაქტუსის სახელი ზარია ალო დიახ ბატონო შალვა დიახ ქართული ოცნება იმიტომ ჯობია რომ კაქტუსი ჯერ ერთი იჩხვლიტება მაგრამ სასარგებლო მცენარეა მერე ამტანია სასწაულად და როგორც ქართულ ოცნებას სჭირდება ატანა და გატანა და გაუძლებს ყველაფერს ისე გაუძლებს კაქტუსი და ეგ უარყოფითი არც მცენარეა და სიმპათიასაც იწვევს კარგი მადლობთ კაქტუსი ქართული ოცნება და კორექტული იქნება ეს ქართული გამარჯობათ საეთერო სტუდიიდან მოგესალმებით მე და ჩემი კაქტუსი ქართული ოცნება 2-40-00-30 მაპატიეთ რეფლექტორულად იმას ვიძახით ძველ ტელეფონს ალო გამარჯობათ ალო დიახ გისმენ თქვენი სახელი ვასო ბატონო ვასო ჩვენ როგორ ახართ მადლობთ გრაგაჩი რა საკეთებთ რას ბატონო ცხოვრებაში არაფერს არ ვაკეთებ უმუშევარი ვარ ვაფშე არ საკეთებთ არა ოდესღაც ხო რაღაც საკეთებდით კი რას ოდესღაც კი რას ოდესღაც თქვენ საკეთებდით იგივეს კავენს ამაშობთ მერე კავენშიკების არის ეს ქვეყანა დაგისახელოთ კავენშიკები თავრობაშია ზოგი ბაქრაძეც კი ბოროტი ენები ამომენ რომ დავით ბაქრაძე იყო კავენშიკი მაგრამ მე ბიჭი არ მახსოვს კავენზე რაღაც ეთქობა კულისებში იდგა და იქ გულშემატკივრობდა ან საზარბაზნე ხორცად აი ტაბურეტად რო გამოყავდა მასოკას რო ვეძახდით ხო ხო რა რომელ გუნდში თამაშობდი სოფელოში მართლა კი ანუ გიცნობ მე შენ შორიდან შეიძლება კარგი მოკლედ კავენს გადაყევი და არა აი დავჭი უმუშევარ რა დავარქვა კაქტუსს აბა შენ იუმორიზმობა უნდა ქონდეს წესი რა ვიცი ეხლა რაღაც 1000 გვარი იდეა მომივიდა თავში მაგრამ ერთი მითხარი რა მე ისეთ რომ გამაჟოჟოლოს რა მოდი აბა შენ მითხარი მე რომ გამაჟოჟოლოს მე რა უნდა გაგაჟროლო კაცო მე არა შენ და არ ქვისეთი ვეტე გასინცი ა დირექტორ მე ვსვავ შეკითხვებს მითხარი რა გჭირს კაი მე დარეკე ზეგ 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ძვირფასო მეგობრებო კაქტუსს რა დავარქვათ აი კაქტუსს რო რაღაც სახელს დავარქმევთ მე ჩვენი განაცემა წავა კარგად და მანამდე ცოტა გვიჭირს იმიტომ რომ ყავს წევრი და არ ვიცით სახელი იმის და როგორ მივმართო ალო დარკ შალვა დარკვით ზიქაილ ხოა გერმანული სიტყვა დარკვი მიხაილ აჰა რამე ისეთ მარტივი რომ იყოს არაპოლიტიკური თემა კარგი მადლობთ სხვაგან ფიქრობს ხალხი აშკარად რას გვიშვება სააკაშვილი ალო დიახ როდოსის კოლოსი და როდოსის კოლოსი ხო წაიქცა მე ამასეთ ბეც მე არ უცურებ ჩაიძირა იმ შტანტკა ზღვა როდოსის კოლოსი საერთოდ არის კოლოსალდორთან მოხდენილი კაქტუსი ყუა ალო გამარჯობათ გაგიმარჯოთ აბა კაქტუშა თუ მოგეწონებათ აბრებივიატურა კაქტუსასი და ვისი მიშასი კაქტუშა როგორ კარგად კაქტუშა კაქტუსა რა არის კაქტუშა რა არის და კაქტუსის საწყისი მარცვლები და შა კიდე მიშას ბოლოს
კაქტუშა, კარგად. და სქესი იცი, შეიძლება კაცია და კაქტუშა რო დავარქვათ გაუწდეს. და რაღაც გადახრები დაეწყოს და მინდა ეხა გვერდში გადახრილი კაქტუშა. აიცით უკეთეს, კარგად. რომ მიჭვლიტოს არასწორად. ყვავილი რო ადეს, ესე იგი გოგოა, რატო კაცს არ შეუულია ყვავილობა? მოიცა როგორ არის მან იმაში ბოტანიკაში რომ ბოტანიკოსმა დარეკოს მდედრი და მამრი ყვავილები არსებობენ? ყველა კაკობიას ხმა მესმის. ყველა ყვავილობს. კარგი. 2-40-00-30 ერი ჩამულია იმაში რომ დაარქვათ სახელი კაქტუს ზარი არის? ალო. 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 გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ რა ქვიათ? სახელი გააქვთ თქვენ? ალო. ალო. თქვენ რა ქვიათ? მე ვლაპარაკო? კი, თქვენ რა ქვიათ თქვენ? ლალი. ძალიან კარგი სახელია და აბა ვნახოთ რა სახელს შეურჩევთ ჩემს კაქტუსს. მე მიყვარს სახელი თორღვა. თორღვა? ხო. ხასიათის ასეთი უნდა იყოს, კონდეს. თორღვა. აბა მოიწერ. ისა, აი მაგალითად რაღაც კიდე ლაპარაკო რა. თორღვა, როგორ ფიქრობ შენ? კარგია ეს? ჟღერს თორღვა. რა? კარგია, მოგწონთ თორღვას უძახი? თორღვა. ყვავილიან, თავზე ყვავილიან ტიპს თორღვას უძახი? კარგი, მადლობ, თორღვა ჩაინიშნე. კვანცა ჩაინიშნე, თორღვა, ერთი ვარიანტია. თორღვა, აქ ხედავთ თორღვას. მე და თორღვა მოგესალმებით ძვირფასო ტელეფონყურებლებო, მე და ჩემი კაქტუსი თორღვა ვიწყებთ დილის გაცემას დილა შალვა რამიშულთან და თორღვასთან ერთად. თორღვა, კარგია? კაი, გავაგრძელეთ. 2-40-00-30. ალო, ზარია, ალო. გამარჯობათ. კაქტუს რა დავარქვა? აი ძალიან ჩაოლებიათ შაკოან. შაკო რატო დავარქვა? შაკო რას ნიშნავს? ბონდო რო დავარქვა? არა, რატო? შალვას ვარიანტი რაღაცა შენი შვილობილი წარმონაქმნია და ხო შეიძლება შაკო, ესეთი ვარიანტი არის შაკო, ხო? ერთი ვარიანტი შაკო. თქვენი სახელი? არა, ვიცი, რამე ესეთი. ჯერ უნდა დავადგინოთ, საერთოდ ვინ გინდათ რომ ეს იყოს? ქალი კაქტუსი თუ კაცი? ქალ კაქტუსთან ერთად ბანტი თუ აქვს თავზე, ესე იგი ქალია. ქალი თუა სხვა დამოკიდებულება მექნება რა. იქით გადავდგათ მაშინ. არა. არა აქვს მნიშვნელობა რა. როგორ არა, გადავდგათ. ქალები მინდა ეხა შუა ასე შეახოს დავიბნები. არა. იქით რო იყოს, კარგით, მადლობთ. ერთი გვაქვს თორღვა, შაკო არ ჩაინიშნო, არ აღირს. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ზარებით აივსო ეთერი? შენ გოგო მომისმინე შენ მე მეუნები სად ვიყურო, გაიგე? გვანცას ვეუნები. შემოდი ერთი ვისრას ემუქრები და წაიკითხე პრესის მიმოხილვა. ჩვენ თუ ძვირფასო ტელეფონყურებლებო, ჩვენ თუ მოგვინდება ნაციონალური მოძრაობის დაშლა, ჩვენ უნდა ჩავურთოთ მათ პრესის მიმოხილვა გვანცაში და დაიშლებიან მარტი მამრავლები. და ჩვენ ვიმჟელეთ და ძალიან მაგარი რეიტინგი მქონდა, ძალიან მაგარი რეიტინგი და გვანცას რო უშვებთ ეთერში, იმიტომ რომ ეს რეიტინგი ასეთი არ ყოფილიყო და მე ისე დაეცა, რომ ეხა ცოტა ხანი იმას ვქენით, რა ქვია, დავსვით იქ. მაგრამ ეს არ ესმის, არა გვანცა. ალო. დიახ. და კაქტუსის მინდოდა სახელი შემირქვა. დიახ. რახაც არის მაესტრო შალვა და კაქტუსი, შეიძლება დავარქვათ მაშაკა. თუ იქნება შალვა და კაქტუსი და მაესტრო არ იქნება, დარჩება შაკა. თუ შალვა და კაქტუსი და მაესტრო დარჩა, იქნება მაკა. ანუ ერთი სიტყვით ყველანაირად იწყობა და გამოვიდა მაშაკა. თქვენ რა ქვიათ? ხვიჩა. სად მუშაობთ? უმუშევარი ვარ. ხვიჩა უმუშევარი, კარგია? არა, ეგრე არ არის. ეს კარგად ეწყობა მეთქი. უმუშევარი ხვიჩა, მაშა. უმხვი. აბა რას ერთით ჩემ გაკუს? ვიღაცამ რომ უმხვი დაგიძახო. დიდი მადლობა, ვიხუმრე, მადლობთ. ეგრე აბერევიატურებით შორს წავალთ. 2-40-00-30 სადავაგდოთ ეს ნომერი. მე კიდე იტყვია რომ მთავრობა ჩვენს ხარეს არ ესმის. ძალიან ესეთი პლატნოი ნომერი ავაგდეთ. ჩვენ მთავრობაზე მუშაობთ. 2-40-00-30 ყავს ზარი? ალო. გისმენთ? ალო. დიახ.
აბა ისა მაგ-კაქტუსს დაარქვი ამ ფაქიზ ან გოგოლიშვილის სახელი დამოვიწყა რა ქვია ის. ხათუნა. ო, ან ხათუნა რა გავს ეს გოგოლიშვილს? ხო არა, მაგრამ ჯერმა რო გაიზრდება მე დაემგზავნა. ეს აღარ გაიზრდება. ესო ზასული კაქტუსი. ზასული კაქტუსია. კარგი, გასუქდება ეგეც მე. როგორ არ უყვარს ხალხს ზოგიერთი. ალო? გისმენთ გენაცვალე? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. რა დავარქვა თქვენი სახელი? ბატონო არა, სახელს არა აქვს მნიშვნელობა. როგორ არა აქვს? მომატყუეთ და თქვენი სახელი. არა. იდით რა ეს კაქტუსი ჩემთვის ასოცირდება ქალბატონია, ქალი. და დავარქვათ ძალიან პრიმიტიული, პრიმიტიული რატო? ლამაზი სახელი ანგელინა. შალვა და ანგელინა გვერდით გეყოლებათ. თქვენ სახელს რატო არ ამბობთ ქალბატონო? ჩემ სახელს მე ბევრჯერ გამოვსულვარ თქვენთან და 100 ჯერ მაქვს ნათქვამი. ერთხელ 101-ჯერაც თქვით. ბატონო? 101-ჯერაც თქვით. რა გინდას? მაინტერესებს. აი მნიშვნელობა მითხარით. აი თქვენმა სახელის თქმამ შეიძლება გადაწყვიტოს სოფლიოს ბედიდან. ანგელინა. ანგელინა. თქვენ ქვიათ ანგელინა? თქვენ ქვიათ? ბატონო? თქვენ ქვიათ ანგელინა? მე არა, მე ანგელინა. თქვენ რა ქვიათ თქვენ? რა ქვიათ გენაცვალე? პოპულარული სახელი სხვათა შორის. მითხარით. მე თქვენ მითხარით. ნუ გეკულწობთ, მითხარით თქვენ. აი ხმით რა შეიძლება მე რქვა? ანჯელინა. ანგელინა? რა ქვიათ? ჟანა ქვიათ. ჟანა? მე ჟანა? ახი ასოცირდება ჩემი ხმა? ჟანა მშვენიერი სახელია. კარგი სახელია გინ. აბა რა ქვიათ? ჟანაჩკა. რა ქვიათ? ზარდესა по имени ჟანა. თქვენ თუ ისე წახვალთ რომ სახელს არ მეტყვით, მე მოვიწყე და მთელი დღე ვიქნები მოწყენი. სახელი ქვია ჩვეულებრივ. რა ქვიათ? ვითვლის სამამდე. ერთი ანგელინა, ჩემი ესე იგი სახელი არის, არაჩვეცი როგორ გიხდება შალვა შენ და ანგელინა. რა თქვენდა ეს ხათუნა, გოგორიშვილი, პოლიტიკა, რაღაცა შაკო, მაკო, პაკო, ბუკო. რამდენი წლის ძანდა? არ ვიცი. ვინ ახარ? დამაინტერესეთ, ვინ ახარ? მე? ხო. დედაბერი. დედაბერი, იზბუშკა ნაკური ხნოშკა გააქვთ? მე? ხო, გააქვთ იზბუშკა ნაკური ხნოშკა? იზბუშკა ნაკური ხნოშკა, естественно, да. ბაბა იაგა ხართ? ბაბა იაგა ვარ. მე რატო რეკავთ მეშინია თქვენ? რატო? არა, მე თქვენს ბაბო იაგი თუ ხართ? ხარ სხვათა შორის. მიშა შეგიძლიათ წაიყვანოთ? დღეს მე მგონი მიშა წაიყვანეთ ძვირფასო ბაბო იაგო. მიშა საწავიყვანო. სადაც აი ღუმელში შესვით როგორც ივანუშკა სული. მიშა მე კარგახანია წაყვანილი მყავს ბატონო შალვა მინდა გითხრა. სად ყავ წაყვანილი მოდის და ეს გვიბურავს ყოველდღე. კარგახანია. არაფერს არ ეთყობა რომ წაყვანილი ყავ. არა წავა დასწნა. კარგი, მადლობ ძვირფასო ბაბო იაგო. აი ბოდოს გაიასნდა მაპატიეთ რუსულსაც რომ ეს რეკავს დილით რეკავს ბაბო იაგიც. Алло. Алло, маэстро? Yes. Маэстро, Адиах Кисмен. Да, я хочу предложить имя вашего кактуса. Пожалуйста. Назовите его или... Можно по-русски, да? Конечно, можно. Даже нужно. Он у вас научно-популярный? Назовите его или Аристотелем, или Пифагором. Нет, большая разница, потому что Аристотель это совершенно другой философ, а Пифагор другой. Разные они. Пифагор это... Он все равно очень умный у вас. Вам что лучше нравится? Мне больше нравится Аристотеля, а ласково Ариком называть. Ариком? Да. Ну, когда у него будет хорошее настроение. Аристотель да Арика да уцахот. Мадლობა. დიდი მადლობა. არისტოტელი დავარქვა და არიკა დაუწო. ალო. თანაც ახლა ნუ გავიცინებთ ხახო სააკაშვილი ყავს გასაშვები, ეგრე არ არის. ცოტა ნუ მოვდუმე. არა, ახლა შეიძლება კი ბატონო. ალო. აი ვასიკოს ხო ყავს მაღალი იხსენიებს. ეს დაბალია. შევდა თავისი მაღალი. ეს დაბალია? ხო, მე. არა, პირიქით მაღალი. ეს არის მაღალი? კი. ერთ ტელევიზიაში ორი მაღალი არ შეიძლება ერთად. სამი დაჟე, მამ გაღვმოთქო ჩვენი მაღალი. 2-40-00-30 მირეკავენ? მე დარწმუნებული ხარ რომ მე მირეკავენ? კი ბატონო, ალო. მაესტროში ვიყავ. აი, ვისთან რეკავთ? ვისთან რეკავთ?
შალვასთან ამის. კარგი, გისმენთ გენაცვალი. ამინდა რაღაც სახელზეა კაქტუსი. კაქტუსის სახელის ჩალიჩი მიდის. ალო. დიახ, გისმენთ. და მინდა რომ კაქტუსს დავარქვათ თუ შეიძლება ნაცო. რაო? ნაცო რო დავარქვათ კაქტუსს. ნაციონალური მოძრაობის პონჩი? დიახ, რა უჩის, ეგლიანი არავის არ უნდა. მე ვიძულებ რა მაგაკტუსს და დავაგდეს ბოლოს. ჩემ კაქტუსს როგორ გავიმეტებ ამ? კარგით, უკასრავად, მაგრამ ნახვამდის. ჩემ კაქტუსს, ჩემ საყვარელ კაქტუსს როგორ გავიმეტებ? რა ნაცო შეხედე რა ლამაზია. ალო. დიახ. სახელი მინდა შემოგთავაზო. ბრძანეთ. ბატონო? ბრძანეთ. სალამ მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ გენაცვალი, გისმენთ. დავარქმევდი წვეროსის. აი, სადაც არის იქ გაუმარჯოს, კაი რა, კიდე ყოველდღე, კაი, უკაცრავად, მამატიეთ. გუშინ იმაში დავხატე, რა ქვია, მულტფილმში და დღესაც სინანულის ნობა მაქვს გამოყოლილი, კარგი რა. 2-40-00-30 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მირეკვიან? რეკვიან? ალო? დიახ. გამარჯობათ ბატონო შალვა. მოგესალმებით. თქვენ რა ქვიათ? ახალ სტუდიას. თქვენ რა ქვიათ? მე კობა მქვია. რუსეთუმე ხართ? არა. აბა, ამერიკა თუ რუსეთი? მე საერთოდ ვაფშე ნეიტრალიტეტის მომხრე. რაჭველი ხართ? არა, რაჭველი არა ვარ, სვანი. აბა, გურული? ბატონო? სვანი? დიახ. დიახ, გისმენთ, აბა. ხო, მე რა ვიცი, შეურაცხყოფას არ მივაყენებდი თქვენ კაქტუსს და პოლიტიკოსების სახელებს არ დავარქვევთ. რა თქმა უნდა, მე? და ამიტომ უფრო მისაღები იქნება მე ერთი თვით ყურში მრავს. ბატონო? სახელად ჩიკო. ჯეკო? ჩიკო. ხო. ჩიკო აი სემიორკაში რო იყო ჩიკო, გახსოვთ? სადა? ველიკალეპნა სემიორკაში. ხო, ისიც არის. ჩიკო, მაგარი კაცი იყო ეს. ახალგაზრდა. ხო, ამიტომ ჩიკოს დავარქმევდი. ბატონო, მადლობ, თქვენ მიღებული ჩიკო ჩაწერეთ. ჩიკო. 2-40-00-30 და რეკვიან, ხო? ალო, გამარჯობათ. ნაბუკო დაარქვით. ნაბუკო? თქვენ ის მოგწოთ, მე რომ მას ვეკითხები ნაბუკო დაწერა. და თანაც, ნუ ის არის. იმის დაბეჭდილების ხართ, ქვეშ ხართ, გასაგებია. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. რაღაც წესიერი ხალხი რეკავს, არანაირი ასოციაციები კაქტუსთან არა აქვს და თენგო ვინ არის? კაკო? რატო კაკო? კოკა? 2-40-00-30 ალო? თირამშიდობისა. გამბა გისმენთ, თქვენი სახელი? სამი სახელი მაქვს, ერთი ბონდო ჯონდო. ბონდო ჯონდო? პერი. მესამე? და მესამე სოფოკლე. სოფოკლე რატო ტრაგედიებს წერს? რა ვიცი აბა. ესხილე ჯობია, ესხილე. კარგით, მადლობთ. 2 ჯერჯერ თორღვა იყო, კარგი, თორღვა, მაგარი სახელი, არა? თორღვა რა სიტყვი შენ, აი კონსტიტუციური ცვლილებები რომ მიიღეს, თორღვა ჩუმად ხარ, ხო ისე რა, თორღვა. არა? 2-40-00-30 გარეკეთ და გითხარით. აბა სად მირეკავენ? ბატონო ალო, დიახ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მინდა შემოგთავაზოთ ერთი სახელი, თუ შეიძლება. განეთ. რადგან კაქტუსს ამბობენ რომ გოგონა, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ სახელი ლიზი. ლიზი რაღაც ესეთი გოგოშკური სახელია და. თან აი უყურეთ როგორ აქვს ქვედა ნაწილი. მაშინელი საბედი. ქვედა ნაწილი აქვს მომრგვალებული რაღაცნაირი. შეიძლება ქალია, ხო? თეძოები აქვს, ხო? მაიცე, ექიცუთით ბოდიში. ხო, გოგო არის, გოგო. ლიზი? თუ თორღვა? ლიზი, კარგი, მადლობთ. 2-40-00-30 შევეგუე უკვე ამას. ალო? ალო. დიახ. ნაბუ დაარქვით, ნაბუხოდონოსორი, ფარაონ. ნაბუხოდონოსორი. ფარაონ. ნაბუხოდონოსორი არ იყო ფარაონი. ფარაონებს რო ნაბუ დაარქვი, როგორ არ იყო? ნაბუხოდონოსორი ფარაონებს რო იმაშვებოდა, ეგ იყო. ებრძოდა.
მერე ნაბუდა არქვით ლასკაწილნა. Ласкательно это интересно. მადლობთ. 2-40-00-30 ჩვენ მომწვევთ ქართველიერის ფანტაზიის ხარისხს. ალო. ახეთ რა მაგარისა. ალო. პირისპალიტას რა მაგარი ფოტოა. просто უბრალოდ ისე. ალო. ჩანართი ერთი წუთით მაცადეთ გენოცო. ჩანართის სახით შეხედეთ რა მაგარი ფოტო აქვს. მაგარი ფოტო. 2:30 კი არა და 2:40-00-30 გისმენთ აბა? გისმენთ, ალო? ალო? დიახ. ვინ სადავრეკეთ? ჩემთან დარეკეთ. თქვენი სახელი? სხვაგან მოხვდა? 2:40-00-30 დარეკეთ და გითხარით რაღაცეები. აბა, სად გავიდე? არ გავალ რეკლამაზე. არ გავალ რეკლამაზე, არა, რატო უნდა გავიდე? შენ ეს ის რო იყო, სვანებს არ ეწყინება და სვანი წამყვანი რო იყო და რეჟისორი რომ მეუბნება ყურში, გადი რეკლამაზე, არ გავალ. შენი, ხო მაგარი შუტკა არის ეგ. გორდეზიანი, აბა, სვანი პროდიუსერი მიყავს. ალო? ალო? დიახ. მერაბია დავა, ყვა? ხო. კარგი, მადლობთ, ნახვამდის. გინდა მართლა რომ რეკლამაზე გავიდრო, შენ დაისვენო? ვანცა. აბა მაშინ რა, საიდან მოიტანე რომ რეკლამა უნდა 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ჩვენ დღევანდელი განცემის თემა არის კაქტუსის სახელის შერჩევა, თორღვა არის კარგი. ალო? დიახ. გისმენთ გენაცვალო. მინდა სახელი შეურჩიოს კაქტუსს. ძველი ქართული სახელია ფოტინე. ისეთი ფოტინე? ხო, აი რო უყურებ კაქტუსს მომწონს ამ სახელით. ფოტინე დავარქვა. ჩაიწერეთ ფოტინე. ფოტინე გამარჯობა, კარგით. გასაგებია. თქვენ რა გქვიათ ისე? მე ნანა. ნანა, რამდენი წლის ახალ? 40. რას აკეთებთ ცხოვრებაში? დიასახლისო. მართლა? აი ხა მაგალითად მოამზადეთ საუზმე უკვე? რა თქმა უნდა. რა მოამზადეთ კონკრეტულად? ჩამომითვალეთ, რომ შია და ცოტა გავძღები. დილისთვის ბუტერბროდები. რისი ბუტერბროდები? აბსტრაქტულად ვლაპარაკობ, კონკრეტულად მითხრა. ძეხვის? ველით. ბატონო? მაგას მეც მოვამზადებ, რამე ისე დიასახლისო. არა, ეს ხა დილით საუზმე ხა ვემზადებით საავთქომოთ და ვერცხები? შეღებო. მეტი საქმეები მაქვს. ხო, საავთქომოთ რას გააკეთებთ? საავთქომოთ ბევრიდები. თევზს გააკეთებთ, თევზს? ბატონო? თევზი რამე, ბაჟეში თევზი. თევზი ახლა. იცით თევზი ბაზეში რა მაგარია? რა გუშინ თევზის დღეები იყო. კარგი, საცივს გააკეთებთ? რა თქმა უნდა, აბა. იცით საცივის კეთება? კი, ძალიან. საცივი ძალიან რთულის გასაკეთებელია, რო იცოდეთ ისე, გაფრთხილებთ. ვიცი. კარგით. მერთმა ხელი მოგიმართ. გაიხარეთ. გავიდე რეკლამაზე? დიხარზე? რაზე მოილაპარაკეთ გოგოებო, რაზე გავიდე და მე პრობლემა არა მაქვს. არ მინდა შესვენება პრესის მონხილვაზე გადავიდეთ. აი მე გაჩვენეთ მაგარი ფოტო, კონსტიტუცია ვარ თუ ქათამი, გამწერებული კონსტიტუციის ჩივილი. კვირის პალიტა და კონსტიტუციის ამბავზეა რა, კონსტიტუციას რო აუპატიურებენ და ეხა ბიძინა ივანიშვილს რომ მოარგეს, ეს არის მე-11 გვერდზე კვირის პალიტრის მაისა მე-11 გვერდზე არ არის? არის, მერაბ მეტრებელის კვირის ფიქრები, მერაბი იყო ჩვენი განცემის სტუმარი. ძლეთამძლე, სერიოზული ეჭვი მაქვს იმას, ვინც ივანიშვილის სარეკლამო კამპანიას გეგმავს, უფრო მეტ ფულს სააკაშვილი უხდის. პირადად მე ასე უნჭო დაგნილი PR კამპანია ჯერ არ მინახავს. საინტერესოა ვინ ურჩია მას, რომ მისი მოხალხეობის აქციაზე ასეთი აქცენტის გაკეთება კარგი სხვა იქნება. ჯერ იყო და დღეები დართვა დაიწყეს 10 დღე, 9 დღე, 8 დღე და შემდეგ ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა ერთი გაბედოსო. ახლა ახალი კლიპი დაიწყეს, სააკაშვილი ვერ ბედავს.
პირველად რომ ნახე ოთახში რამდენიმე ვიყავი და ყველას ხარხარი აუხდა. ერთმა თქვა მეშინია, შიჩევან მარცხენა ფეხი უკან ამოსო. მოკლედ აგრიდიკებს მერავი. არა და მე მგონი რომ ძალიან კარგი კამპანია იყო და რაც თავარია მართალი, იმიტომ რომ სააკაშვილს მართლა ეშინია. მერაბმა თუ ეს არ ვიცი, შემიძლია მე ვთქვა რომ მას მართლა ეშინია და დაუდასტურო რომ მართლა ეშინია ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების და სწორედ ამ შიშის გამოა რომ ჩაიდინა დიდი სისულელე კონსტიტუცია შეცვალა და მერაბს ვიცნობ კარგად ჩემს განაცემის სტუმარი აქვს და აქვს ეს რუსები როიტიდან დუხ პრაწივარეჩია და თავისი ჟურნალისტური მეუკერძებლობით ამაყობს მე რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ მას მაგრამ ასეთი სუპერ ქალიშვილობას არ შეიძლება პრესაში ეს ჩემი აზრია თუმცა მე მის პატივცემ და მის ასე ვთქვათ პოზიციებს მე ესეთი ვერ ვიქნები პრაიმ ტაიმის მიმოხილვას რაც შეეხება პრაიმ ტაიმის მიმოხილვა ჩემთვის არის ძალიან რთული და ოშმარულად საკეთებელი იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი ვიღაცეებზე ვინც არ ვიცი ვინაა და გვანცაც არ ამყავს აქ აი შეგიძლია ყურში მიგანახო სალომეს და გიორგის ხარდან რომელს ხელი ერთხელ უკვე შეავშალეს გვანც აქ ახარ აწერია უნდა ჩავიხედო სალომე ჭაჭუა ვინ არის აბა აი ეკაკობია მელაპარაკა ვინ არის სალომე ჭაჭუა ვინ არის სალომე ჭაჭუა აი რომ იცი გვარი და სახელი კაკი ბატონო მომემზადა მეუბნებ არა მე საოცარი გაზეთია თქო მაგითო გეუბნები ეკათორე მე დგე ადრე ხო ვიცოდი ხა თავიდან ბოლომდე პოლიტიკაში იყავ კი პოლიტიკურ სცენაზე ხმებს იტყვის პრაიმ ტაიმმა გადაიღო ფოტო როგორ აძლევს ფულს კოკა გუნცაძეს ლაშა ნაცვლშვილი და მოყვა ლაშამ რა ფულიც იყო და გადაუღო პრაიმ ტაიმმა და შაშალა ვაშვალა გახსოვთ ადრე რო იყო გაზეთში გაწერა აი და ახლა ეგ გაზეთში გამოწერა კარგი ну ვინ ჩაყობს 26 მაისს გოგორიშვილის უნიტაში თავს ეგ იცით უკვე საოცარი გაზეთი ასავალ-დასავალი თვარეზე უნდა გავაგზავნოთ ეს გაზეთი ისეთი მაგარია სათაურებით სპონჩი მაგრამ რანგინო ტირაჟი აქვს გულმამცეცა სააკაშვილის ტერორი თეატრში მე-12 გვერდზე გულმამცეცა რა ხო აქ ჩვენ ლაპარაკობთ თეატრზე რომელსაც ქვია მოზარდ მაყურებელთა თეატრი და პალიკონოზაძე ერთ-ერთი მსახიობი თქვენ ნახეთ ჩემი განაცემა და გაშუქდა კიდევაც როდესაც ეს ამ მსახიობმა პერფორმანსი წარმოადგინა სცენა სპექტაკლიდან დიდრო იმ საპროტესტო აქციაზე თავარი რა არის მე ერთი რამ მაღელებს ყველაზე ძალიან შეიძლება კაცი გაუშვა შეიძლება კაცი აღარ მუშაობდეს შენთან და ახალი ხედვა ქონდეს რეჟისორს და დირექტორს და გაუშვა რა ტიპია ну რაც არ უნდა დამსახურება ქონდეს მე ჩემი ხედვა მაქვს მაგრამ უნდა უთხრა აი მიშა ანთაძე არის ესეთი რეჟისორი რომელსაც ხშირად ადრეალებენ სხვადასხვა პროგრამაში მე პირადად ერთი პრობლემა მაქვს თქვენთან მიშა რომ თქვენ უნდა უთხრათ მსახიობებს რომ უშვეთ უნდა უთხრათ შეხვდეთ და უთხრათ ასე ნიატვეტანი პრივეტა ბოდიშურუსურისთვის და ადამიანები უბრალოდ ხელფას არიღებენ და მე რეიგებენ რომ გაგდებულები არიან ხაჯობაა მაგარითად არასწორია ამიტომ უთხარით მსახიობებს რომლებიც თქვენ არ მოგწონთ რომლებიც თქვენი აზრით ალბათ ატესტაციას თუ კვალიფიკაციას თუ რაღაცებს ვერ აკმაყოფილებენ უთხარით და წავლენ რა ესე შორიდან არ შეიძლება ახლა ნახოთ ქრონიკაში რა ხდება ქრონიკაში ხა საინტერესო გაზეთია ირაკლი ალასანია რომ ზუგდიდში გადადის იცით ირაკლი ალასანია გადადის ზუგდიდში რომ იქ იცხოვროს და იქ უკვე არ წავიდეს იქიდან და იქიდან შეებრძოლოს ახალაიების კლანს მე რაც ირაკლი ალასანიას შემადგენლობას ვიცნობ იქ მეგობრებს და მისი პარტიის წევრებს ისეთი ბიჭები არიან რა შეუძლიათ რაღაც პასუხის გაცემა სხვადასხვა გამოხტომაზე და კარგია თუ იქ გადადის მეგრელი კაცია იქ აურებს იცნობს კარგად და იქ უფრო იოლად დაამყარებს ურთიერთობებს ვიდრე სხვა ამ კოალიციიდან პაუზას ნუ შეხედე აი ეს მე
მთელი ჩემი ცხოვრება ვარ პროდიუსერებზე დამოკიდებული. აი, თქვენ არით ეს ყური რა კოშმარია რა. პატარა რაღაცა შეცდომა და ეგრევე მათრახი გალერაზე რო მუშაკი კი არა და მონარო არის, ეგრევე გითხავენ იმას რა ქვია. თქვენ იცით აი გვაბიდარასდებენ რო თქვა კაცმა ვიდეოში იმაში ვიდეო გავწელდა ბურჯანაძემ რო 26 მაისს გამოდიოდა იმ ტელევიზიასთან და იქ რო ბურჯანაძის მერე ვიღაცა კაცი გამოვიდა და ვიდეო ცნობილი ვიდეოა გვაბიდარასდებენ ეს კაცი ყოფილა კუკავას პარტიაში და ეს პატარა მოკლედ ნათქვამი გვაბიდარასდებენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ხიანად ორგვერდია სტატიაში ეს არის გია ყრუაშვილია ეს კაცი. აქ არის მოყვანილი ალბათ აქ არის მოყვანილი აი ცნობილი 100 გრადუსი ცელსიუსიდან აწყვეტი განიხილავს და იძახის. გია ყრუაშვილი ხვალ და ზეგ ალბათ ტელევიზიებიდან მოისმენ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა დამსახურებული ბოდიშმომთხოვე და პედერასტი. და აქეთ საინტერესო თემაა რომ აი მე ვიცი ზუსტად რომ მე რომ მოვიწვიო ტრანსექსუალი განაცემაში არნახული რეიტინგი ექნება მაგრამ მე მგონი რომ არ ღირს მოწვევა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ტრანსექსუალი აი ტრანსექსუალი თუ რამე კარგ მოთხრობას დააწერს ან კინოს გადაიღებს ან ბადმინტონის ჩემპიონატს მოიგებს ხო მაშინ შეიძლება მოიწვიო და ისე რომ მოიწვიო არ არის სწორი აი ესეთი იყო კარგი რეზონანსი არის კარგი გაზეთი და ახალ გორში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები დავით სანაკოევმა მოიგო. იცით რომ ოსეთის ეგრეთ წოდებული ოსეთის რესპუბლიკის არჩევნები ტარდებოდა და ბოლო-ბოლო დამთავრდა დავით სანაკოევის გამარჯვებით. გაიმარჯვა. Forbes-ის ამბავი გვაინტერესებს ძალიან რეზო საყივარიშვილმა გამოაცხადა რომ აქაური Forbes-ის გამომცემლები ჩემს ეწევას ახორციელებდნენ და ეხლა ინტერვიუში ამბობს რომ ჩამოართმევენ თუ არა ლიცენზიას ეს სათაო ოფისის გადასაწყვეტია. ანუ Forbes-ის ფრენჩაიზის ქართულ ფლობელებს. იმაჩნია რომ ძალიან უხეშად დაიყო არა მხოლოდ Forbes-ის მიერ გენილი სტანდარტები, არამედ ზოგადად თავისუფალი მედიის პრინციპი. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. კიდევ რამოდენიმე ზარს მივიღებ და შემდეგ ყველასათვის საყვარელი გივი ბერიკაშვილი შემოგვიერთდება ჩვენ. ყავს ზარი. ალო? გამარჯობათ. ალო? გავეტი. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ახართ? როგორ ზანდებით? თავად? ალო? თავად როგორ ახართ? თავად? ალო? 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ზარია, ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ, აბა, რა გქვიათ თქვენ? მე ვქვია ავთო. დიახ, ბატონო ავთო. თქვენ რა პროფესიის კაცი ხართ? მე ვარ ეკონომისტი. დაარხეული აქვს საქართველოს ეკონომიკას? ძალიან მაგრად არის ეკონომიკა. მაგრად არის? კი. რა პონჩი არის მაგრად? რა ნაწილში? რა ნაწილში არის მაგრად? ხელფასები თავის დროზეა, პენსიები თავის დროზეა. დახმარებები თავის დროზეა, სხვა ეკონომიკა რა უნდა გააგრძელება? მიშა გევასებათ თქვენ მოგწონთ? მიშა კი არის მევასება. აბა? მევასება გოგო კი არ არის. აბა? მომწონს იმის გზა. ჩემი გზა მოგწონთ, ჩემი გზა. ქაოსის და დესტაბილიზაციის გზა მოგწონთ, ჩემი გზა არის. არა, თქვენი ერთი და არ მომწონს. ერთი მხოლოდ სუბიექტური გიწერიათ რატო? ბატონო? ობიექტურის მაგივრა სუბიექტური რატო გიწერიათ? მინდა რომ თავიდან ბოლომდე სუბიექტური ვარ. მე ვარ ყველაზე სუბიექტური ჟურნალისტიც არა ვარ პრინციპში სოფლიოში. ჯიბის ჟურნალისტი ვარ მე. არ მგონია რა. გეუბნები დამდაგე ჩამატე თავში. და ვარ. ივანიშვილზე რა შეხედულობა გაქვს? კაპიტან მოლა. იზე რა შეხედულობა? ივანიშვილზე. რა საინტერესო კაცია. კარგი შეხედულობა მაქვს, კარგი. კარგი შეხედულობა გაქვს, მაგრამ
რატო პრემიერი მინისტრობა აირჩია და რატო პრეზიდენტობა არ აირჩია? პრეზიდენტობა ჯერ არ არის 2013 წელს არის. ამ არჩევნებზე უკვე განსაზღვრავთ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და იმ არჩევნებზე 2013-ში რო იქნება, მაშინ ვირჩევთ პრეზიდენტს. და ამიტომ აირჩია რაც მალე გადაწყვეტება ის ამბავი. არა, ბატონო შარვა, მე სხვაერად მგონია მაგე. აბა როგორ გონია? ან არა აქვს პრეზიდენტობის თავი. ხო. ან და შეუძლია რა თქმა უნდა. ერთ და იგივე არ არის? თქვენ ძალიან რომ ან არა აქვს თავიო და ან არ შეუძლიაო და ერთ და იგივეა ეგ. მესამე მიზეზი უნდა თქვა რაღაც. კლასიკური დიქოტომიაა რა. კარგი. არა, შალი არა. კარგი, დინაცო. კარგად ზანდებოდეთ. ეხლა გაიღვიძა, ხო? 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მირეკავენ? მირეკვიან? ალო? დიახ. გამარჯობა. გისმენთ, დინაცვალი. ესე იგი, ჩემ სახელი რაც შეეხება ერთ თუ თქვენ კაქტუსს რო დავარქვათ. ძანეთ. სახუმარო ალბათ იქნებოდა ალმასხანი. ალმასხანი? კარგი. დიახ. ლაშა ჟვანიამ წერს Facebook-ში, რომ ეგ კაქტუსი შემოგდებულია, ვანო და არქვიო. ლაშა ჟვანია, სხვა ლაშა ჟვანია, ის ლაშა ჟვანია არ არის. არ არის ის ლაშა ჟვანია, არ დაიწყეს პოსტვას აქ, ჩემს გვერდზე. ტასიკო დაარქვი და შეძაისუნებდა ხალხიცო. ირა ჭელიძემ წერს, ქალია ეგ შენი კაქტუსი გამოკვეთილად. გამოკვეთილად სად დაინახე ირა, რომ ეს ქალია. ზარი, ალო? დილამშვიდობის. გამარ თქვენი სახელი? თამრიკო. თამრიკო თუ თამარი? ნუ თან როგორც გინდათ. თავს როგორ გძნობ? თამრიკო ხართ, თამრიკო ხართ თუ თამარი ხართ? ვისთვის როგორ ოფიციალურად თამარი და აი ჩვენთვის ჩვენი ტელევიზიის მაყურებლებისთვის და თამარი ბატონო იყოს. თამარი თუ თამრიკო? მე თამრიკო უფრო გამიხარდება. ნუ რა ვიცი ხა ისე შემეკითხე რომ უკვე მეშინია რა თქვა აღარ ვიცი. ნუ გეშინიათ მითხარით. თამარი ვარ თუ თამრიკო უკვე დავიბენი ვეღარ გავიგე. აი ეხლა აი ამ მომენტში თავს როგორ გზნობთ? თამარი. მაინც თამარი ხო? კი ბატონო. კი ბატონო, გესმენთ. მაგ თქვენ კაქტუსს მოდის დავარქვათ ფოთოლა. ფოთოლა? დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები არ აქვს, მაგრამ არა უშავს ჩვენ ხო დაახლოებით ეგრე ვართ. კარგით, კარგით. ბაშალო კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ, იცით? დიახ. აი მარტო თქვენ არ გეხებათ, აი ხა წერა თქვენ რუსულად წარმოთქვით რაღაცა სიტყვა და მე ბოდიში მოიხადეთ. ხო, ხო ეგრე იყო უკაცრავად რუსულზე ეგრე თქვით. ხო. იცით, აი მე პირადად აი ერთ ადამიანს არ მომწონს ზოგადად ეს, იმიტომ რომ რუსული ენა და კულტურა არ დაწყებულა 10 პუტინით და 10 პუტინით არ დამთავრდება. ეს არის უდიდესი კულტურა, მოგეხსენებათ და როცა რუსულს ხმარობენ აი ესე გინდა ტელევიზიით ბოდიში მე მგონი არ უნდა მოიხადოს არავინ მაგის გულისათვის. რუსული ენა არ არის სამართლინო ენა. Ладно. რომ მაგის გამოყენება. Спасибо, спасибо огромное. Спасибо. До свидания. Тасико კარგია? შემო ტასიკო. ტასო. კარგი. მე თუ რამე მომკლავს ამდენი ყავა, რომელსაც აი არის და ვასხავ რა. ნუ რა ვქნა, გული გამიხდება ცუდად. გივის ბატონ გივი ბერიკაშვილს ყავა რა. უნდა ყავა? აი. ზარი, ალო? დილამშვიდობის. გამარჯობა. ჩემი სახელია დიანა, აღარ შემეკითხო. დიანა ქვიათ? ხო. ნადირობის ქალმერდი ხარ? ძალიან მინდა დაარქვა გორდა. გორდა? ხო. რა მილიტარისტული სახელია? აი, რუსულადაც კარგად ჟღეს, გორდი ისე ამაყაც დგას. მილიტარისტულია. ქართულადაც შვენიერია, გორდა მოვიტანო, თავი მოჭრა. მილიტარისტულია ძალიან. რატო არაფერი მილიტარისტულია? რამდენი წლისა ხარ, დიანა? ძალიან დიდი ხნისა ვარ. 46? არა. 76. კიდე 22 წელი მიუმატა. 76? 68. მართლა? აი ამ 68 წლის მანძილზე ერთი კარგი რამე რა გაქვთ გაკეთებული ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი. გაიხსენეთ უცებ ჩვენი ტელემაყურებელი. ვისთვის თუ ჩემთვის? ვისთვის? ვისთვის თუ ჩემთვის? ზოგადად რა, თქვენთვის ზოგადად რა მაქვს, იცი? დიახ. თებში დავდივარ და ძალიან მიყვარს და საკმაოდ ჩემასაკში საკმაოდ. ეხლა დადიხართ თებში? ავედი შარშან. თებში დადიხართ ეხლა? კი, სად აი მყინვარზე ხართ? აბუზეც ავედი შარშან და სამსარზე. მყინვარზე ხართ დამყოფი? არა, მყინვარზე არა ვარ, იმიტომ რომ ალპინია და ვისთან ერთად დადიხართ თებში?
ვისთან ერთად დადიხარ? ჩემი ხნის მეგობრებთან ერთად. აი ესე 68 წლის, 70 წლის ხალხი. კი, და 75 წლისაც სხვათა შორის. ფრთხილადი არა, ფრთხილად. ფრთხილად დავდივარ, შალვა. რა ვიცი, გორდა ძალიან მომწონს. კარგით, მარგოთ. 2 40 ბოლო ზარია, ალო? ალო? დიახ? შალვა, რატომ გაც მე მგონი, ჯესეთი უნდა გავიგოთ დედრობითია თუ მამრობითი? მამრობითი არ არისო იძახიან. და რატომ გაც მგონია ელეონორა მოუხდება სახელი? კარგით, დიდი მადლობა. ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემის ზარების ნაწილი მთავრდება. ველოდებით ბატონ გივი ბერიკაშვილს, ყველასათვის საყვარელ ადამიანს და მე უკვე გამთავრდება გადაცემა, მაგრამ წინ რამდენი რამე გველის ბატონ გივისთან რეკლამა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და არ დავიღლებდი ამის თქმით, ყველასათვის საყვარელი გივი ბერიკაშვილი მოვიდა. აი ბატონ გივი რა არის, აი ყველასათვის საყვარელი როგორ შეიძლება იყოს, რაღაცა ხდება. ან გვატყუებთ მე არ მიტყვი რა ვიცი. არა, მე ვიცი რომ ყველასათვის საყვარელი ხარ. როგორ მოახერხეთ? ესე არ ცხოვრობენ, ამ მტერი არ ყოლიათ ისეთი? მტერი როგორ გითხრა, შალვა ძირფასო, მტერი რა ვიცი, ალბათ რაღაცა შეშურდა შენი და ასე რომ ჩვენ რომ ვინმე ყოლოდა ისეთი მტერი რომ დაუძინებელი და ერთმანეთის დანახვა ვერ აგვეტანა მთელი ცხოვრების მანძილზე და ეხლაც გრძელდებოდეს ამ ბავშვობაში ესეთი ვინმე არასოდეს არ მყოლია. რა შეიძლება საქმე, უნდა ხანდახან დათმო. ხანდახან დათმო ბევრი რამ. აი როლი იქნება ეს პროფესიული ამბავი რაღაც დაგითმიათ ხოლმე. ბევრი რამ. არ გინანიათ მერე? არა, არ მენანია. არ მინანია, აი შენ წარმოიდგინე არ ვიტყვევი, ნამდვილად არ მინანია. რა არის, ეხა ისეთი დროა. მაშინ ეთყობა როგორი დრო იყო, ისეთ აი უფრო მშვიდად ცხოვრობდა ხალხი რა. ეხა შენ თუ რაღაცები არ გააკეთე, არ იბრძოლე, არ მიხვედი, არ იჩალიჩი, არ წაართვი, რთულია ლელოს გატანა. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მაგრამ ადრე ეთყობა ნიჭიერი რო იყავი, სისტემაში იყავი ნიჭიერი კაცი, თქვენნაირი უდაოდ, ძალიან ნიჭიერი, საქართველოს სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უნიჭიერესი კაცი. ეგ მათხალიმების გარეშე გეუბნებით რა. და ასეთი რო იყავი, ნუ აი ეთყობა თვითონ სისტემას, დინებას, ამბავი მიდიოდა რა, პატიჟებდნენ თეატრში, ამაში, იმაში. ეგ იყო რა ალბათ რა. ეხა სხვანაირად. სხვა განწყობა იყო. აბსოლუტურად მართალი ხარ. აი მე მაგალითად მარჯანიშვილის თეატრში პირველი სპექტაკლი რო დავამთავრე, მე წავედი სოხუმში. 3 წელი მუშაობდი სოხუმის თეატრში, იმიტომ რომ 2 სადიპლომო სპექტაკლი, რომელიც ვითამაშეთ აქა, წავიღეთ სოხუმის თეატრში. სოხუმის თეატრში ყოველთვის ხალხებმა აი მოდიოდა თაობა, რომელიც იქ კაგახანს მუშაობდა, მე ახალი ჩადიოდა და ესე და აი ამ პროცესში მოხვდი მეც და წავიღეთ 2 სპექტაკლი, რომელსაც თამაშობდი თბილისში. და ჩავედით სოხუმის თეატრში. ახლა როგორი საქმეა? ახალი გამოუცდელი კაცი ხარ, ჩადიხარ ახალ სხვა ქალაქში, არავის არის ცნობი სიახლოს. არავის არის ცნობი სიახლოს და აი ამ ქალაქში იწყებ არტისტობას. ხო, ეგ სხვა შორის დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დაგიჯერო სცენაზე. ვიღაცა მოხვედი არტისტო, ხო, დაგიჯერო. და აი იქ მოხდა პირველი და მიშა ჩუბინიძე იყო ფლორა შედანია და არ მინდა ჩამოთვალო ახლა ვინმე არ გამორჩეს და აეწყინოს ძალიან კარგი თაობა იყო მშვენიერი თაობა აი ამათ ავიდე კიდე ყურე არასოდეს ხო იცი კახურიანდაზა ბრძენს ახკითხეს ბრძენო ქველო და რომ ზისა გითხარ საიდან ისავლე სიბრძნე ამას ხოვრებისაო და რაც ვიცოდი დავისწავლე კარგად ისა არა და სხვას უკითხავდი არ მწვენო და შეკითხვისო ხო არასოდეს არ შემწვენია არაფრის აი ანუ არ ქონიათ აი ეს მე ხო მაგარი ვარ და როგორ შევეკითხები იმას ეგ არ ქონიათ არასოდეს არ მქონია ხშირ შემთხვევაში შეიძლება რჩევა არც ყოფილიყო ადეკვატური და კარგი მაინც ეკითხებოდით არა შენ ახლა
სიგიჟე თუ გითხრა ვიღაცამ, უნდა შეეკამა თუ და რატო გეუბნები, იცი რომ მე ესე წარმოგენია მსახიობის ამბავი, როგორ არის, რომ ჯერ შენ უნდა იცხოვრო იმით, ჯერ დავიწყოთ იმით, ჯერ შენ უნდა გჯეროდეს. თუ შენ არ გჯერა, რასაც თამაშობ, სამშობლოს მოყვარულ კაცს თამაშობ, ხო? შენ თუ არ გჯერა, მაგისი ვერ ითამაშებ, არა, მარტო ტექნიკის ხარჯზე ვერ გამოხარ. მაშინ ეგეთ შეკითხვა, ეგრევე მაშინ. ბოროტი ადამიანებისა როგორ თამაშობ, თუ გითამაშიათ. ან ბოროტ ტიპებს. თუ არ გჯერა, აბა. რა. მე რო საბრალდებო დასკვნა ვითამაშე. მაშინ მარჯანიშვილის თეატრში თბილისშიო ჩამოვედით რუსთავიდან. მე რუსთავში ვითამაშე პირველად საბრალდებო დასკვნა და ჩამოდიოდით ხოლმე, ჩამოქონდა როგორც გასტროლებზე ეს ჩამოდიოდი რკინიგზელთა სახლში. ხო, იქ მარჯანიშვილის. აი დავიბადე ვერაზე, სატიოს უბანში და კიროვის ბაღი, ახლა ვერის ბაღი, მადლეს ვერის ბაღი იყო, მე კიროვის დაარქვეს. იქ იყო ხოლმე ხომარის თამაში და ვიკრიბებოდა ესეთი თაობა რა. ჩვენ ახლა პატარა ბავშვები ამოთ სულას ვიცნობდით და ერთხელ არ უნდა დაგვაპატიჟო, კაცო გავიგეთო რომ რაღაცა ქურდს და თამაშობო შენო. ხო. და უნდა დაგვაპატიჟო და ეს თელი უბნის ძელბიჭობა მოვიწვი. თეატრში. ხომერე? თეატრში მოვიწვი და გამოდით გარეთ, რა თქმა უნდა გარეთ დახვდნენ. დამხვდნენ ყველაფერი და აბატონო აგერ არისო, ყველაზე ახლობელი მეზობელი ვინც იყო. ხო. და კითხეთ. თურმე გარეთ გამათიარო, ან ნაციხარეაო. ხო, იცის. ან ქურდობა ეს სხვანაირად არაფრით. მართლა მოიმზადეთ რაღაცნაირად? აი საქმე იცი, არაფრით არ გავიზარდე მე თბილისში და გავიზარდე იმ უბანში, სადაც ხომარსაც თამაშობდნენ, იმასაც თამაშობდნენ და ეთქობა მე ყველაფრის მიმართ ვიყავი ხოლმე ძალიან ყურადღებიანი. ვიცვდი ყველაფერი. ეთქობა თვითონ ეს ამბავმაც, ამ სამყაროს ამბავმაც. სხვა შორის ეხლა სულ არ მინდა პროპაგანდაში ჩამომართოს, მაგრამ ჩამომართვენ ჯანდაბას ზოგიერთი მათგანი მოძველბიჭო ელემენტი, ხო, ზოგიერთი. არის საოცრად არტისტული. ხო, აი, ეხო ისეთი ცხოვრებაა, რომ შენი უნდა გაიტანო და ჭერმეტყველიც უნდა იყო, ხანდახან მანევრების მცოდნეც და აი ეს გადაიღეთ ალბათ, ხო, რაღაც ეს მანევრები. არა, თავისთავად, იმიტომ რომ სულ ამ წრეში ტრიალი ატანდაზე მდგარ ვარ, გენეცველი, ეგრე კი არ არის, მაგრამ პაცუდნე ძელა კაცო. ხო, პაცუდნე ძელა, მაგრამ პატარა ბავშვმა ეს დამსვავდნენ ხოლმე ეკრანზე და თუ ვინმე უცხოან მილიციის წარმომადგენელი დაინახო დაუსვინეო და დაუსვენდი მე და რა პატარა ვიყავი და ისინი გაიგებნა. ხო და აი ეგ არის, აი ახლა სხვა დრო მოვიდა, მოვიდა სრულიად სხვა დრო, ატანდა კი არა, ატანდას იქით პრობლემაა. და სულ აპარაკობენ იმაზე, რომ აი რაღაც ხიბლი დაკარგა თბილისმაო. მე ხშირ შემთხვევაში მგონია, რომ ადამიანი უბრალოდ საკუთარ წასულს ახალგაზრდობას მისტირიან და ისეთი განსაკუთრებული ხშირ შემთხვევაში ესეთი ხიბლიც არ ქონდა. მაგრამ იმასაც ხვდები, რომ რაღაცნაირი სტერილური გახდა ქალაქი. რაღაც ერთი ტიპის ტიპები არიან მხოლოდ და სხვა მრავალფეროვნება გაქრა. ერთის მხრივ უსაფრთხოებისთვის ეს კარგია, მაგრამ პალიტრის მრავალფეროვნებისთვის ცუდი. ხო ხვდებით რას გეუბნებით? და როგორი განცდა გაქვს? მე ხვდები, რასაც მეუბნები, მე ბევრი რამე შეიძლება მეც არ მომწონდეს თავშად ეს ძველი თაობის წარმომადგენლებს, რა ჩემ დროს არა ესე არ იყო. ბევრი რაღაც შეიძლება მომწონს. მაგრამ რა შეეცით საქმე შენი ძირითადი არ უნდა დაკარგო. რა არის ძირითადი? მაგაზე მიდის დავა. რა არის? რა არის? რა მითხარი, შეგიძლიათ რომ ჩაკროლოს რომ მიატოვებ გენეცვალი. არ იმღერებ და ვეღარ იმღერებ. და რაღაც სისულელების მას დაიწყებ, აი ეგ არის ცუდი ყველაზე. თუ ვეღარ მღერიან? აღარ მღერიან და რა ვიცი. იშვიათად რომ ან რადიოში მოვისმინო და ან სახლში ჩავრთო რაღაცა და მოვისმინო. მაგაზე გიპასუხებთ რომ წინ წავიდა ქვეყანა ესაო, ვისაო, მოდერნიზაციაო. ეხლა ინგლისური თუ არის, ახლა ყოველგვარი ირონიის გარეშე მომბ. ვერ გაეცნობი ლიტერატურაზე, კომპიუტერში, ინტერნეტში ვერ ნახავ რაღაცებს, უნდა იცოდე. მიხვდით? ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ დაუპილითაობა ვართ.
არა ხართ ეხლა მასე არ იმიტომ რომ ჩვენ აბა ინგლისურს თვეში ერთი გაკვეთილი ქონდა ხოლმე სკოლაში. ნუ კვირაში ერთი გაკვეთილი. ზოგი გერმანულს სწავლობდა, ზოგი ინგლისურს სწავლობდა. ფაქტიურად ვერაფერი ვერ ვისწავლეთ. თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკასთან. ეგ არის საინტერესო. აი კომუნისტების დროს, შევარდნაძის დროს და ეხლა. იცით რატო? ყოველთვის არის ცდუნება, აქვს ხელისუფალს, ნუ თქვენაერი კაცი გამოიყენოს. პირდაპირ გეტყვით რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა ვერც ერთი ხელისუფალი ვერ გაიტრაბახებს თქვენი კახი კავსაძის და რამოდენიმე კაცია იმ ადამიანების სიყვარულის მარაგით. ხო ეგრეა, მაგრამ არის ცდუნება რომ მოდი ეხლა ჩემ გვერდზე დავიყენებ რაღაცა ესა ისა. აი რა დამოკიდებულება გქონდათ? აი კომუნისტების დროს ეს რამდენად მიღებული იყო, მე როგორ იყო რა? მე მასწავლე და შემოშალა ძვირფასო ჩემ და საბედნიეროდ ბოლო წლები ინსტიტუტის პერიოდის ჩემ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აკაკი ხორავა. ლეგენდარული კაცი. ეს იყო ყველა ზარმაზარი ბედნიერება, როგორც პიროვნებას, როგორც არტისტიც, ყველანაირად. და იმან იცოდა ხოლმე თქმა. როდის დავждებოდით და ლექციაზე შევიდოდით და რამდენჯერმე რაღაცაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყოველთვის ამბობდა დარბაზში მარტო ერთ კაცზე შეყვარებული ხალხი არ მოდის. იმას ის მოწონს, იმას ის მოწონს, იმას ის მოწონს, იმას ის მოწონს. იმას ის ურჩევნია, ამას ეს ურჩევნია, ნუ დაიწყებ გაჩვევა, შენ ხარ ყველასთვის. ყველასთვის უნდა ითამაშო. სცენაზე რო გამოდიხარ, შენთვის არ არსებობს იქ ვინზის, შევარდნაძის, ვიზის შენია ეს ხალხი, ამიტომ დამოკიდებულებაც ყოველთვის. აი გაგაწყვეტინებ და გეტყვით. ეგ გასაგებია, მაგრამ გივი ბერიკაშვილი, მოქალაქე, ნიჭიერი, ჭკვიანი კაცი, რომელსაც აქვს იმის პასუხისმგებლობაც, რომ პოპულარი რო არის, რაღაც მის სიტყვას წონა აქვს, ხო? ეგ გარდაუვალია, თქვენ რომ ითხრათ, არა, არ დავიჯერებ. მაგრამ აქვს თავისი შეხედულებები. როგორ ძლევს ხოლმე ამ შეხედულებს, როგორ უნდა დაძლეო? თავისი პრინციპული პოზიციები აქვს რა. ამას არ ამჟღავნებს, საკუთარ თავში იკლავს. კი, ის ყველასთვის არის. მისი შემოქმედება ეკუთვნის ყველას, მაგრამ მისი პოზიცია რატო მოიგონეს ფარული კენჭისყრა? ჰა? იმიტომ რომ თან ხო თავის შეინახა ფარული კენჭისყრა. მივა და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ვინ მოწონს, ვინ არ მოწონს. თუ გაქვს შენ იმისი აშკარა დამამტკიცებელი საბუთები, რომ გამოხვიდე და ხმამაღლა უთხრა და ვერ შეგეკამათონ. მაშინ შეგეკამათება ყოველთვის შეიძლება დემაგოგიურად ყოველთვის შეგეკამათებიან. ამიტომ არის რომ ეს არის რა ქვია. მიდიხარ და აფიქსირებ შენ პოზიციას. ხო, მაგრამ აი თუნდაც ბიზნესთან დაკავშირებით თქვენ ღიად დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა. ანუ ეს ფარული აღარ გახდა. თქვენ თქვით რომ ეს კაცი არის ის, ვინც თქვენ გინდათ. მე მინდა ახლა ვიმეორებ ბიზნა რატო ამ შემთხვევაში რა შეიძლება? საერთოდ ოჯახით ახლობელი ადამიანია. ბიძამისიც მარტო ახლობლობის გამო ხო არ გაკეთებია? ოჯახი. ხა მარტო ამის გამო არ გაკეთებია? არა. სულ და ვიცი რომ ახლა აქ არ მოვა არაფრისთვის მოსაპარად, ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა პირიქით აქეთ ეხმარება თეატრებს, ეხმარება ახლა აი ნამუსით ავდგე და თქვა რომ რა გინდათ ამის თანაგაც. აი აქ უფლება, ახლა მე გეკითხები. კაცი რომელიც ყოველგვარი იმის გარეშე 1000 სიკეთეს აკეთებს. მაშინ კონტრარგუმენტ ვიკამათოთ გინდათ 1000 სიკეთეს კი აკეთებს, მაგრამ მეცენატის როლშია კარგი. ქვეყანას როგორ წარუძღვება? ქვეყანას როგორ წარუძღვება? ეგ თვითონ იძახის რომ მე პრეზიდენტობა არ მინდა. ხო, პრემიერობა 2 წლით. პრემიერობა 2 წლით და 2 წლის შემდეგ რო ქვეყანა ჩადგება წესრიგში, მე ავდგები და წავალ ვიძახის.
ამ ამდენი საქმის გამკეთებელ კაცს რაც სიტყვა უთქვია უკან არასოდეს დაუხევია და გაუკეთებია რანაირად დაუჯერო ხო არა ეს რიტორიკული შეკითხვაა არანაირად არ უნდა დაუჯეროთ უნდა დაუჯეროთ მაგრამ უნდა დაუჯეროთ გეთახმებით მაგრამ აი პრინციპში ეხაც რო ვფიქრდები მართლა კონტრარგუმენტები იმდანად ბევრი არ არსებობს რა არსებობს მის წინანე ბრძოლის რაღაც ისეთი უღირსი მეთოდები თორე ესე რომ დამჯდარიყვნენ და ეკამათათ ეგეთი რაღაც არ გამიგია რა დასცინიან ფსიქოანალიზის ცოდნის თაობაზე დასცინიან რაღაც ანეკდოტების გამო და მოქალაქეობას ართმევენ და ასე რომ იკამათონ არსებითად არ გამიგია რაც რა თქმა უნდა ცოტა უცნაურია ეს უცნაურია რა თქმა უნდა უცნაურია ეხლა ჩვენი აქედან რანაირი მოწოდებებისაც არ უნდა გამოვიდეთ ხალხს ვერ შეუცვლით აზროვნებას ეხლა მე რასაც ქუჩაში ვხედავ ხო რასაც აი ურთიერთობაში თეატრში მოდიან ჩვენ გავდივართ გვიცნობს ხალხი საბედნიეროდ გვეკითხება რაღაცას აზრს გვეკითხება აი მე ამის მოწინააღმდეგე ჯერ ვერ ნახე სადღაც ხო არის ისაო 10%-ია მომხრეო სხვაგან დადიხართ 10%-ია მომხრეო მარტო ბიზნესი 10% ხო და თქვენ იმ 10%-ში დადიხართ ანუ დაპასებში ცხოვრობ მე რა ვიცი სადღაც აი 10%-ში ცხოვრობ მე პირიქით აი 10% თუ აწინააღმდეგე და აქვთ იმედი აი რა უთხრა ახლა რომ არ რას გეკითხებიან ძირითადად რას გეკითხებიან თუ კითხვა რას გეკითხებიან რას გეკითხებიან მალე მოვა უკვე ასეა ხო რაღაცა ამე არ მოხდება და თავს გაუფრთხილდეს და რაღაცა ესეთი რაღაცები ხალხი შეშინებულია აგის მაგალითები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და ესეთი რაღაცა რა ხდება იცი მაგრამ რატო მოხდა ჩვენ ქვეყანაში აი მამაშვილად გეკითხებით რომ ჩვენს არა კიდე უფრო დაბალ პატარა თაობას შორის აი ესეთი გაუცხოება რატომ მოხდა რაღაც ჩვენი ბრალია თქვენი ბრალიც არის თქვენი თაობის რა რაღაცა ეთყობა იცით გაგვააბოროტეთ რაღაც არა აბა რაღაცა რა ხდება რატო კავკასიაში ან საქართველოს ყოველთვის იყო ეს უფროსის პატივისცემა რატომ მოხდა ისე რომ აი ხა მე რასაც უყურებ 50-60 წლის ზევით ხალხი აღარ არის არსად არ არის არც ბიზნესში არც ხელისუფლებაში ხო არ არის და არ არის არც და რაღაც იქნებ თქვენ ისე დაამუხრუჭეთ თქვენ კონკრეტულად კი არა თქვენმა თაობამ ისე დაამუხრუჭეთ ხო ისე დაამუხრუჭეთ განვითარება რომ მე გავბრაზდით და წადით თქო გითხარით რას გქონდა კარგი პიკია თამაზე თვალთში არ არის საქმე აი მაგალითად ჩვენ ჩემი სტუდენტობის პერიოდში თბილისში დაბადებული ვერაზე დაბადებული გაზიდრი კაცი ვარ ვერიხიდი შემთვალწინ აშენდა და გრიშაშვილის ლექსიც ამაქვს მოსმენილი მენახოს მე მტვარზე ხიდიო იყო ამაზე გზელია ეგ მართალი ამბავია ნაღდი ამბავია ეგ თქვა ამაზე გზელია გამოვიდა და სათქვა შეკრება იყო ხიდის გახსნაზე ხო და რა ამაზე გზელი ამაზე დიდი კიდევ მენახოს მე მტვარზე ხიდი ჭარტავი და ქირქილი და ჩურჩული აფექციის ქირქილი და დაშის გრიალი დაიქცა იქაურო ძალიან მაგარი იუმორის ზომა ქონდა ხო და ეს ყველაფერი ნანახი მაქვს აი თეატრებში დავდივარ. აი რა ხდება იცი? ხო. ეხლა რა ხდება? ეხლა ჩემი დრო ახლა ყველას მოწონს რომ აი ჩემს ახალგაზრდობაში ესე არ იყო. ეხლა თანამედროვე ახალგაზრდობა სხვანაირად იქცევა. რაღაც ასე უნდა დასაბუთება ხო უნდა ამას რა. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება და მარჯანიშვილის თეატრში ვერ იყოს ესილე ან ვასო ან სერგო ან ქალბატონი მედეა ვინმე შემოსულიყო და ჩემი თაობის ხალხი ფეხზე არ დამწამდგარიყო კედელზე არ აკრულეყო ჩვენ ვიდექით ფეხზე ესენი ფოიეში იჯდნენ საუბრობდნენ თუ რაღაც იყო და ჩვენ ვიდექით და უსმენდით რიდით რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება არც დაგითმონ ადგილი თქვენ არა ხომ მე არა აი კონკრეტულად თქვენ შეხვალთ ახალგაზრდა საქმე ახლა ჩემთან არა მაინტერესებს ჩემთან მარჯანიშვილის თეატრში საბედნიეროდ ძალიან კარგი თაობა და ძალიან კარგი ანუ ჩვენი ბრალია ალბათ
კარგით რა, სულ ჩვენი ბრალი როგორ არის? ცოტა მათი ბრალიც იქნება, მაგრამ სულ ჩვენი ბრალია, ჩვენი ბრალი. ან ჩვენ ვართ ესეთები, ჩვენი თაობა ესეთი რომ პატივისცემა არა გვაქვს. არა, ყოველგვარი ჩაკირკიტების გარეშე გეკითხებით. მიზეზი მაინტერესებს რა. გამოსტილი კაცი ხარ ძალიან თან. მარტო უჭიერებაზე არ არის. მამაშვილურად გეკითხებით რა. ერთი ვიძახდა ხოლმე. ხო. ჩემი ახლობელი რა. აი ეს არ მომწონს ძალიან რო იცოდი. აი ეს. აი საშაკრო. აი რა არის. ვინ მოიგონა? აი გადა. ესე რა. 10 მეორე ჯერზე კვანცა მოიტანა ჩვეულებრივი საჩაკრო. კაი, შენ რომ მოიტან იყოს მოწმო. კარგი, გისმენთ. ხო და აი საუბრობთ ახლა გადამიყვანე. ხელს გვიშლის ეს, აი ხელს გვიშლის. ხო, საუბრობთ იმაზე, რომ თქვენი თაობის ადამიანები, მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მამაშვილად შეგეკითხეთ, ნუ თუ მართლა, აი ესე მოხდა, კომეტამ ჩაიქროლა და უზდელები გამოვედით და უტიფრები ყველანი და არა ეს. ეგრე როგორ ხდება? ეგრე ხო არ ხდება რა. ჩემ დროს იყო ხოლმე ესეთი რაღაც აი უპროფესორთან მოხდებოდით ამ თეატრში, ან სადმე, ან კეიბზე ცივილიზაცია და უშუალოდ რაღაცა დაარქვია. ცივილიზაცია ღვინის ქვეყანას. ეგ თქვა? აი ეს მოსმენილი მაქვს მე რამდენჯერმე. ისე. ანუ ეს ჟან-ჟაკ რუსომ ნაზად უკან ბუნებისკენ დაახლოებით ეგ რუსოს მიმდევრები. მე რაღაცა ტრადიციები, აი ეს ქართული რაცა გაქვს საუკეთესო. რა? დიახ. არ უნდა დაკარგო. ამას უნდა ძალიან გაფრთხილება და უნდა კი, არ უნდა დავკარგო, მაგრამ რა არის ეს ტრადიციები? აი რა გვაქვს დაკარგული? რა გვაქვს დაკარგული? მე ჩვენ თაობას რა გვაქვს დაკარგული? ჩვენ თაობას, აი ავიღოთ უბრალოდ ქართული სიმღერა. ო, ისევ სიმღერა, გასაგებია. არ ვითარდება, ხო არის რაღაცა ჯგუფები, წრეები, ესა ისა. რაღაც. ფანდურების მასობრივი დამზადება დაიწყო პრეზიდენტის პროგრამით და ჩოხების. ხო, და აი ტელევიზორთან მაგალითად მე რომ ზივარ ვერ ხედავ ესეთ რაღაცებს. იშვიათად. სულ სხვა კონცერტებია, სულ სხვა რაღაც შოუებია, სულ სხვანაირი რაღაც შენ სხვა სტილში რო ხარ აღზრდილი და სხვა გარემოში. შენ რაღაცები არ მოგწონს და იმას მოწონს. არჩევანია საჭირო და კაცია საჭირო. ანუ გადავიხარეთ ცოტა იქით, ხო? ცოტა. ანუ ისე მართლა ხო შეიძლება ძალიან მაღალი ხარისხის ფოლკლორული შოუს გაკეთება. ისეთის კი არა მოსაწყელის. რა თქმა უნდა. ფოლკლორული შოუს გაკეთება. მაგრამ აი ამას ამბობთ. ანუ თქვენი აზრით შეგნებულად ან შეიძლება შეუგნებლად ინერგება რაღაც ახალი მიმართულება, რომელიც ტრადიციებს უგულებელყოფს, ხო? არა, ტრადიციები არა, პლატმასი არ არის. პლატმასი რო ხლა დაყობუები. მე რას გეტყვით, იცი? ეხლა გეტყვით რაღაცას რა. თქვენ ძალიან მაგრები ხართ კი მოხუცები, ბოდიში ამას რო გეუბნები. ბევრი რამ გაკეთებულა, მე პირადად თქვენი სადარი მსახიობი, აი რამოდენიმე კაცი სადარი მსახიობი, ეხლა ვერ ხედავ, იმიტომ რომ თქვენ რო ამხნისები იყავით, ლონდრე გაქვთ ნათამაშები და რაღაცეები და მაგარია, მაგრამ შევანაძე რა იყო თქვენი თაობის ჩემს განცდას ხონგემ ალბათ ვილაპარაკოთ. ისეთი განცდა გქონდა რომ აი ეს ახალგაზრდები, იმიტომ კი არა შევანაძეს ღუდავდა. შევანაძეს რო სააკაშვილი ყავდა და ახალგაზრდები უამრავი ყავდა, ხო? იმიტომ რომ თვითონ ეს კაცი იყო რაღაც უკვე სხვა მენტალობით და სხვა ყაიდის კაცი. ჩვენ რაღაცნაირად გასახანი იმდან არ გვეძლეოდა რა. და ამ დაგროვილმა რაღაცამ იხეთქა და გამოვარდით გარეთ. და ეხლა მე ნანობ ამას პირადად რომ შეიძლება ნაბანწყალს ბავშვიც გადავაყოლეთ და ძალიან არასწორად მოვეკეცეთ მამებს. უბრალოდ გამოვრთეთ რა, რაც არ არის სწორი. აი ეს განცდა მაქვს მე, სიმართლე გითხრა, თან ეს ბოლო ხანში დამეუფლა რა. იცით რატო კიდე რა გამიწყდა, იცით რომ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა პატარებმა, ხო, ჩვენ თქვენი ალტერნატიული ვერაფერი ვერ შექმნით. ილია ჭავჭავაძე რომ მამების თაობას ებრძოდა, ხო? ქმნიდა გაცილებით უკეთეს რაღაცეებს. ხელოვნების თვალსაზრისით. და ჩვენ ვერ გავიმეორეთ თქვენი ლონდრე, ხო? რაღაცები ვერ გავაკეთეთ. არა, ლონდრეს თავიდან. ლონდრეს თავიდან არა, მე მაგალითს ვაქვს. თქვენი წარმატება ვერ გავიმეორეთ. აი მე ერთი რამ მაინტერესებს.
ვაჟას აკაკის გალაქტიონის ბარათაშვილის ქვეყანაში რუსთავაც აღარ ვიძახი ბატონო და ბევრი არ მინდა ახლა რუსულ ყველა ჩამოვთვალო იწერება ლექსი ისეთი ეხლა ხო არა რატო არა ჩაბა თქვენ მითხარით აი ვერ გამიგია რა უნიჭოები გავხდი ეს შეუცებ არ ხდება გაუნიჭოება შეგძულდა ჩვენი ქვეყანა შეგძულდა ერთმანეთი რა მოიტანა მე გეტყვით იქნება პოეზია მაშინ იყო ისეთი იდეების ისეთი სულისკვეთების გამტარი როგორი გამტარიც ახლა სხვა რამე გახდა იქნება ანუ საკრალური მნიშვნელობა გამოეცვალა ხალხი ცხოვრობდა კომუნისტური წნეხის ქვეშ სახელმწიფოებრიობა არ ქონდათ და პოეზია იყო გამტარი რაღაც სულისკვეთებისა აი მუხრანის ლექსს რო კითხულობდით ბავშვობაში შენ სისხლოდ ჩემოს ხო რაღაც სხვანაირად ჟღერდა მაინც აი ქართულის მასწავლებელი სხვანაირად გვასწავლიდა რომ აი ქართველობა აი ხო გესმით ქართულის მასწავლებლები ძალიან პატრიოტები იყვნენ მართლა მაშინ ეხლა ეს ყველაფერი ამიტომ გაუფასურდა იქ არ ფიქრობთ მაგას არა არ მაგითო არა აი მაგალითად რადგან პოეზიას შევეხეთ აი გალაქტიონი კი გენიოსი ჩვენ გვასწავლიდნენ გალაქტიონს კათენდა ცეცხლის მზე აენთვაცურდა დროშებიჩკა რადგან დროშებიჩკარა კომუნისტური ამბავი თავისუფლება სულს ისე მოსკურდა ვით დაჭერილი ჰიმნების გუნდს სწავრო ანკარა ეხლა ეს გინდა იმას მიაწერე დროშებზე დიდება ქვეყნისთვის სამებულ რაინდებს ვინც თავი გასცირა ვინც სისხლი დავარა რა ეს რევოლუცია ვინც მოახდინა მაგალითად წერდა გალაქტიონი ჰა არა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა არა ძალიან არ შეიძლება კონკრეტულად თარიღი ეს ისეა დაწერილი რომ შეგიძლია ისე წაიკითხო როგორც ნო გენიალური კაცი არ გაჩნდება ეხა ეგრე საუკუნეში ერთხელ ორ საუკუნეში ერთხელ ჩდება ეგეთი გენიოსი სოფლიო დონის აი რა ვიცი მე რაღაცა ლექსი სიმღერე ახალი სიმღერები რაღაცნაირად არ იქმნება ერთი პერიოდი ატყდა აგერსუხიშვილებზე ატეხესა ეს რა არის რაც პინკისობა შემოიღესო რატო იხვეწება ნელ-ნელა რატო ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს ქართული ილეთებია რაღაცა ქალები ეს ხალი მარტივად მიიაროს სცენაზე უნდა იცეკოს ხალხს კი ამასაც ნელ-ნელა შეეჩვია ხალხი და ძალიან დიდი ყურადღებით და თავანისემინთარი ანსამბლის მიმართ და რა ვიცი 1000 რაღაცები კარგი არასოდეს არ იკარგება და არ დაიჭრდილება თქვენ გაქვთ რამე საამაყო თანამედროვე საქართველოს რითი ამაყობთ მათნოგივი აი რაღაც ხო არის საამაყო რითაც აი მაგრა გამაყობთ რა ეხლანდელით არ სულს დავიდავანებ რთული შეკითხვა შეკითხვა ძალიან რთულია ისიც რომ ამაზე პასუხის გაცემა როგორია იცით თუ ჩვენ ზღვარზე ვართ რომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი რომ ქართველმა კაცმა იამაყოს და გავაკეთოთ კარგი საქმე 10 ჯერ უკეთესი ვიდრე არის ქვეყნისთვის ხალხისთვის და ვიტყვით რომ აი ეს რაქნეს კარგი გააკეთეს აი ეს ამას ხანერად თუ არ გააკეთე კარგი მამალი ძროხაო სოფლის მეურნეობის მინისტრი რო იტყვის არ არის საამაყო ხო ეგ მაგარია მამალი ძროხაო ხო მოვლენა აი სცენარი რომ მოიფიქრო ვერ მოიფიქრებ ეგეთი არა ვერ მოიფიქრებ მამალი ძროხაო მამალი ძროხა ხო მაგრამ გზები ხიდები შადრევნებიც კარგია ირონიის გარშემო რა თქმა უნდა კარგია აბა მე ვერაზე ცხოვრობდი და ან ჩელისკინელთა ხიდი იყო მაშინ იქით ან იქიდან მომევლო ან ჩავსულიყავით ვარანცოზე და ვარანცოდან გადმოსულიყავით ეხაც ეგრე არ არის ეხლა ავტოვერის ხიდია
აი ვერისხიდის თავზე ცხოვრობდი მე. და უკვე რომ გაიხსნა ვერისხიდი ან ლექსიც რომ მოგახსენეთ. ჩამოვირბანი ხოლმე და 5 წუთში თეატრში ვიყავი. 5 წუთში სახში ვიყავი. წერების დარტყმა არ მიწევდა ხო. ხო, მაგრამ ეს როგორი თემაა ეს? კარგია, რაღაცებს არ ცვლის უბრალოდ, ხიდი რო არის და გზა რო არის, რაღაცებს არ გიცვლის. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს, ჩვენ თავრობას უყვარს იმის თქმა, რომ აი გაზი, შუქი ხო არის და მე გბეზდება 1-2 წლის მერე აღარ გახსოვს ის უშუქობა და მეტი გინდა რა. თავისუფლება სულს ისე მოსწონს და ვინც დაჭირო ჩამოშალვა რაში აიცი საქმე. აი ძალიან ხშირად მიფიქრია ამაზე ვფიქრობ რაღაცები არ შეიძლება რომ თქვა კაცმა რომ კარგი არაფერი არ კეთდება და ყველაფერი უყურმართად მიდის რაღაცები კეთდება რაღაცები სწორად არ კეთდება შეიძლება რაღაცებს შეიძლება შეცვლა უნდა რაღაცა სხვა მხრიდან უნდა რაღაცა შეხედვა რაღაცა მეჩვენება რომ იცი თეატრში სპექტაკლი იყო რუსთაველის თეატრში მთელი მარჯანიშვილის თეატრის ნახევარი ქვიჩეკით. გაინტერესებდა. კონკურენცია იყო და გაინტერესებდა. ხო, დასუკრავდი. რა თქმა უნდა. რაღაცა ესეთი რაღაცები აი ნელ-ნელა გაქრა. გაქრა, ხო. ხო, ნუ თეატრში სასწავლო რაღაცები ხდება, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. აი რა მოხდა ხო მოზარდ? არა, მე რაზე გამოშტერდი, იცით, ბაბატე თავს თქოს რომ. კაი, შეიძლება კაცი გაუუშვა. შეიძლება თქვენნაირ მეტრსაც უთხრა, რომ იცით რა ბატონოგივი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი რეჟისორული ხედვა თქვენს მონაცემებს არ ემთხვევა. და აუხსნეს, შენ ეტყვი რომ თქვენ ეტყვით რაღაცას, მე ის გეტყვი და არ შეხვდე საერთოდ. ეგეთ რაღაცა ხო არ მოსულა რომ არ შეხვდე და ისე გაუშვა რომ კარები დაუკეტო და ვიღაც დაცვამ არ შეუშვა სახიობი სახიობი დაცვამ დაცვამ ხო ნუ აი არ ხდება არ შეიძლება აი ეს რაღაცები ხდება და რაღაცნაირად ჩვენ რაღაცა ისე მეჩვენება რომ ისე აღარ გვყვარს ჩვენ ქვეყანა ისე აღარ გვყვარს? აი, მეჩვენება რომ ისე აღარ გვყვარს ჩვენი ქვეყანა, როგორც დავუშვათ აი ჩემი პატარა ბიჭობის დროს. რანაირად შეიძლებოდა რომ აი რესტორანში შევიდოდით, სტუდენტები რო ვიყავით, შევიდოდით რესტორანში, შემოვიდოდა უბრალოდ თაობა უბნის. იცნობდით ვინც, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, წამოვდგებოდით ფეხზე მივესალმებოდით. მე მოვიდოდა აფიცენტი, ორბოთ კიდე მოგვიტანდა და გადახდილია უსუფრეო და მეტი აღარ დალიონო, ასე შემოგითვალათო და მე გეკითხება შენ მე დავლევ არ დავლევ ესეთი რამე მე არ ხოლმე გესმოდა. ეხლა რაღაცა გაუბედავ კაცო მეტი არ შენ მინ გეკითხება მე დავლევ და არ დავლევ რა შენი საქმეა, არა? ანუ ესეთი შეკითხვა მაქვს რა. აი უამრავი როლი გაქვთ ათამაშები და ითამაშებთ კიდე ძალიან ბევრ როლს. მულტფილმს ვაკეთებთ თქვენ უბრალოდ მოხვედით და 1 საათში გაახმოვანეთ ისე რომ ნუ ჩანს იქ ეკრანზე პროფესიონალიზმი. არის კიდევ რაღაცა პროფესიაში რაც არ იცით და არ გაიკეთებია და უკმაყოფილო ხართ რომ აი ეს ვერ ვისწავლე ეს ვერ გავაკეთე. თუ აი ამდენი წარმატების შემდეგ უცვლად რომ მითხრათ რომ უკვე იცით რომ თქვენი თავი ამოწურეთ და აი ეს ყველაფერი ვიცი რაც მე ღმერთმა მომცა. რეალიზება მოახდინა ყველაფრის. არა, ეგეთი რამე არ ხდება. და ვერავინ ვერ აკეთებს ამას. მე ჩემი საზრით. ვერავინ თლიანად ვერ ამოწურავს თავის თავს. ყველაფერს, მე ხარ ყველაფერი, არაფერი არ ამჭირდება, თავი დამანებით თუ მეტი რა გაიკეთოთ ესე. ხო, აი ეგ. არა, არ არსებობს. აი, მე ბევრი რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ უკვე აი მე შევძლებ რატო აი რა ასაკი არა რა გინდათ რომ გააკეთოთ რა როლი აი რა გინდათ რომ რა უთხრათ სათქმელი რა გაქვთ თავი ხო სახეობის ხელოვნების სათქმელია რა უნდა უთხრათ რა ვერ უთხარით ისე როგორც საჭირო არა რა ვიცი მე ხო რა ვერ უთხარი რა თითქმის სათქმელი რაც იყო ამბობ თქვი ეხლა ვცდილობთ აი ამ სიბერეში მგზავრის წერილებს
თამაშობს და ადრე კარგი იყო ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნეს მიტირის უკეთო. ო. ილია. აქტუალურია ეხლა ეგ თემა? ხო გვეყუდნეს ჩვენი თავი და რო გვეყუდნეს ზოგი რას მისტირის და ზოგი ისევ საბჭოთა კავშირის მისტირის. არა. სვისკისაზე ვიყავ ჩამოკიდებული, ახლა სვისკისაზე ვარ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ. აი გარი რა, ისეთი თემა რა. მაინც ფენომენად შეება ჩვენთვის თქვენი თავის 50-იან, 60-იან, 70-იან წლების ხელოვანების აფეთქება. ეხლა რო უგვირდები ის აღარ არის. ზოგი ამას აბრალებს, რომ აი საბჭოთა კავშირიდან ფული ჰქონდათ ბევრი და ან ვითარდა იმიტომ რომ იხარჯებოდა დიდი ძალით თანხები თეატრში, კინოში, მაგრამ მარტო მაგაში არ არის. იცით რაშია ერთ მეგობარმა გამოთქვეთეთ მოსაზრება, რომ ნუ ხდებაო ეგეთი ერის ცხოვრებაში, რომ ემთხვევაო, რომ რაღაც აი სასწაულის ძალით მოვლენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. შეიძლება 50 წელი მე არ განმეორდეს ეგო რა. აი მე მაგალითად თეატრში რომ მივედი, მე თეატრში ისეთი თაობა დამხვდა. ხო. მე იმის შემდეგ მე ამდენი ნიჭიერი კაცი ერთად რომ ქართულ თეატრში მუშაობდეს, იმის შემდეგ დავბერდი და არ მინახია. არიან რა თქმა უნდა, წარმატებულები, ნიჭიერები, მაგრამ ამდენი ერთად მოვა ეგ დროს ჩემი აზრით. მოვა. ნუ მოვიდეს, იმიტომ რომ ქართული კაცი ნიჭიერი კაცია და ხო, მოვა, იმიტომ რომ მართლა დროს დადგება და ანუ გივი ძალიან მალე გაიარა ჩვენმა დრომ 40 წუთი ვლაპარაკობ. არაფერი არ ვილაპარაკე. ყველაფერი ვილაპარაკე. არაფერი. რაზე უნდა ვილაპარაკო ჩვენ ახლა? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ და უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ყველა. აი ახლა თქვათ, აი გაუფრთხილდეთ. უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. უნდა მოდავ იცი რა ყველაზე ძნელი რა არის? მოხსმენა. მოსმენა უნდა შეგეძლოს. კი. უნდა მოისმინო. დაფიქრდე. აწონო პასუხი ისე გასცე. საქვეყნო საქმეა. თეატრის საქმეა, რა საქმეც არ უნდა იყოს. დაუფიქრებელი პასუხის გაცემა არაფერზე არ შეიძლება. მოსმენა უნდა შეხვდე და ელაპარაკო. უნდა შეხვდე და ელაპარაკო. უნდა მოისმინო. ეხლა რა დავიწყეთ წეგან საუბარი და მე არ მინდოდა ეხლა ეს კიდევ გამეორებულიყო და 1000 რაღაცებს იზახიან დაუშვათ იგივე ბიზნესზე. ხო. რომელიც აპირებს ეხლა პოლიტიკაში მოსვლა. მოსულიო. და გაგებაში არ არიან. არ იციან ვინ არის ეს კაცი. ხო, იგი. ამ სხვა შორის თამაში თავად გარკვეულწილად ბიზნესს არის დამუშავებული, რომ ისე ცხოვრობდა სკრომნად რა, ანუ საერთოდ არასოდეს არაფერში არ ერეოდა და შაბათ-კვირას თუ შევიკრიბებოდით ხოლმე და რაღაც საუბრობდით რაღაც ვიღავით რამდენიმე საათს ერთად ვატარებდით და რაღაცა და აი იმის შემდეგაც კი როცა მაგან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა იმის შემდეგ გითხრა თქვენ საქმეს მიხედეთ კი თქვენ აკეთეთ ის საქმე ვისი ყველაზე კარგად კეთება შეგიძლიათ დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება არასოდეს არავინ არ უგინებია არავის არ იხსენიებს უდიერად და რაღაცებს მუშაობს და არც ვიცი რა საკეთებს არ გურევს ჩვენს საქმეს ხო აი კარგი არ გიყენებთ ხო ალბათ ადი ახლა შენ და იმას ის უთხარი და ამას აგიტაცია ჩაატარე ხო ერთი უნდა ოფისი გაიხსნას რომ გურჯაანში მე ვთხარ გურჯაანში უჩემოთ რა ხსნით ოფისი ძალიან მაგარი ქალაქია გურჯაანი არა მაგარი ქალაქი არის მაგრამ გურჯაანელი კაცები მე ვთხარ კაცოდა გურჯაანში მითხარ ოფისი გასასწრაფო წამიყვანეთ რა გურჯაანი თელავი დაპირისპირება რა ხდება მან იმიტომ რომ კი ეხა ხუმრობთ მაგრამ რაღაცა მაინც არის ქიშპობა რა გურჯაანი ქიშპობა არ არის ეგ იუმორში ამბავი გურჯაანში დაბერილ ბაკრიშკებს თელავში უშვებდაო კაციო რომ გურჯაანის ჰაერით არის გურჯაანის ჰაერით თელაველი კაცი ბაკრიშკას არ გავერევს რა მე გეტყვი რა ხო თელავში ბანკანა დგას ერთი არის მანქანასთან მეყიდულიდან ზესმზიას მიისმენს და მეორე მანქანის ქვეშაა შემძვრალი ავტობუსია აჰო ავტობუსი ერთ გურჯაანელი კაცი მოვიდა და სულმე და თელავში ხდება მოქმედება თელავში ხდება მოქმედება და ესა მანქანა ვერ ამნახევდა თელავი გურჯაანი აწერია და
მალე წახვალთო. ეს ირთმევს. ის ქვევით არის შემზურალ. სამჯერ იკითხა კაცმა, პასუხი არ გასაცეთ, მაგრამ. რაღაც წავიდა ახლა ეძებს რა ტრანსპორტს ეძებს რომ როგორმე გურჯაანამდე ჩამოვიდეს. ვერ იშვა შალვად ტრანსპორტი და ისე მიბრუნდა. კაცი არა ხარო კაცი. ქვიო მიდიხარ თუ არ მინახარ თუ დაგეროდო თუ გურჯაან ელეგაციო რომ ფეხით ხო არ წავალ იქამდეო და ის ქვემოდან გამოზრა. მანქანის ქვეშო იციყო და უთხრა ბიჭო დაანებეთ ვერ ახედამ კაცი ზეცსა იხდისო. მართალი ამბავია. ნარდი ამბავია. დიდი მანდთან აი უმორი. კი, არა. გადატენილია კახეთი განწყობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბედნიერი. დიდი მადლობა ბატონო გივი. ძალიან დიდი მადლობა. პირველი გადაცემა იყო ამ სტუდიიდან და ყველაზე კარგი სტუმარი მყავდა, რაც ყოლია გაათი ამ დილის ეთერში. მე თვითონ არ მომწონს ძალიან ჩემი თავი დღეს. მაგრამ აი შემდეგი გადაცემა თუ იქნება და თუ ყველაფერი გაგიჩნდება და ამიძახებ. აი სხვანაირად მოემზადები მაშინ. მე გემშვიდობებ დამით ძვირფასო ტელემაყურებლური რადიოსმენელო ყოველ დღე, სამუშაო დღეს 9:30-ზე შალვა რამიშვილის დილა. გეტყვით დილამშვიდობისას და გავაგზავნებთ ესე საათი 9:30. კარგად, მომავალ შეხვედრამდე.